აი წაგვიყვანაო თქვენ რო თქვით, აი ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი, როდესაც 2013 წელს იყო პრემიერ-მინისტრი და მაშინ უკვე იდო კოდი ჩადებული იმისი, რომ რა ელოდებოდა ქვეყანას, რომ მართლაც მას და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც დაასანქცირებდნენ და მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ამას გასცა პასუხი საკადრისად და მე მინდა გავახსენოთ ევეყურებას ეს განცხადება. და ეს კონგრესმა მოუწოდა კიდეც ასეთ მოწოდებით გამოვიდა, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გაგიყინონ ფინანსური აქტივები. მოკლედ მე მაინტერესებს თქვენ ხომ არ იგდებთ თავს საფრთხეში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით ეს სანქციები ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშების გაყინვას, რაც თქვენთვის მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ქონების დაყადაღებას და სავიზოს შეზღუდვებს. თავს ხომ არ იგდებთ საფრთხეში. ხوار გავჩერდე და ხوار მიუშვა ნაციონალურ მოძრაობა ტაბულასთან ერთად. თავისუფალი მედიასთან ერთად და ხوار დავაბრუნოთ უკან სააკაშვილი. ამას მეკითხებით, ხო? ვერ მოესწრებით მაგაშვილი. არა, აღარ მოხდება. დიახ, ვერ მოესწრებით. ვიღაცას გონია ეხლა თელი აღებული აქვს მედია, რომ აი ოფშორებში ვიღაც დასანქცირდება, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებული არის. უკვე რა ვიცი, აწლეულებია ბელორუსი. ბელორუსი არის დასანქცირებული და ყვავის ბელორუსი 20-30,000-იანი საწარმოები გუგუნებს და მუშაობს. დასანქცირებულია ირანი და ირანის ეკონომიკა შეადარეთ ეხლა ევროპული ბევრი ქვეყნის ეკონომიკას. დასანქცირებულია რუსეთი და რა მე რუსეთი ჩამოიშალა მეგობრებო? ამათ რა გონიათ, იცი, ამ სანქცირებებმა არ იმუშავა და მე დარწმუნებული ვარ რომ ტრამპი გადახედავს ამ სანქცირებების პოლიტიკას.